ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პროევროპული აქციების მონაწილის ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკოლოზ კაციას დღევანდელ სასამართლო პროცესზე. სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა კაციასა და მოწმე პოლიციელ ემილ კუპრავას შორის მოხდა. მოწმე პოლიციელი დღევანდელ სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ჩხრეკის ჩასატარებლად ნიკოლოზ კაციას სახლში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან კარის გასაღები დაზიანდა. კაციას დამაზუსტებელ კითხვებზე ემილ კუპრავა გაღიზიანდა და ბრალდებულს მოუწოდა ტონი ეკონტროლებინა. რადგან ვერ გაიგეთ, არის ქართლის პრობლემები გვაქვს, მაგრამ მე მგონი კარგად ვსაუბრობ, რადგან ამბობთ იმას, რაც უკვე თქვით და აღარ მე რაც გითხარით, არა ითხრა რაც თქვით. მიიღეთ თუ არა თქვენ და თქვენმა ხელმძღვანელობამ ყველა ზონა იმისთვის, რომ შესაძლო მტკიცებულება არ გამქრალოთ. აი ეს კაცო მიბაზრდა. არსებობს ყველა ზონა მივიდეთ, აცილობრივ მივიდეთ, უმეტესად 70% და ასე შემდეგ. ის რომ იქ რომ გასაღები გატყდებოდა და ბინაში შეცვლა ვერ მოხერხდებოდა, ეს საერთოდ არ ყოფილა მიღებული მხედველობაში, ეს მოხდა ისე რომ წარმოუდგენელი არ ვიცი მოხდა შემთხვევით მისთვისაც არ ვიყავით მზად ახლა თორემ ეს რომ ვცოდნოდა რომ მართლა გატყდებოდა ხო არ გვეგონა რომ გასაღებით კარს ვერ გავახედით მართლა არ მეგონა წარმოუდგენელია თითქოს 28 წელი ამ საქმეს მემსახურები და არასდროს არ ყოფილა შემთხვევა მივსულ ვარ და კარი არ გაღებული იყოს ეს იყო პირველი შემთხვევა და მოხდა თქვენ კარებთან და შეიძლება ის კარი თქვენს რომ მოსულიყავთ სახში და თქვენ გაგყეხოდათ ის გასაგები რა იცოდა კი თუ შეუძლებაზე მესაუბრებოდი მაგ ის რომ დედა ჩემი გაფრთხილი გოსულა და რა მოხდებოდა? საკუთარი ტონი აკონტროლებს. მხარეების დაწყნარებას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი შეეცადა. ეთქობა თქვენ გეშლებათ რაღაცნაირად. თქვენ გეშლებათ კაცი ახლა გეუნები. ძალიან რახან ჩუბად გავარდა. ცეცხლ კასტებს აქცენ. არის ფიქრობს, ვინმეზე მეკითხარ არის ფიქრობს. ფიქრობს, რა სხვაზე მეკითხარ. ღირსებდა, თქვენო ღირსება რა. დამშვიდი და ისე მოიგეთ რომ შეურაცხყოფას მაყენებს და ახლა როგორ შეიძლება? ტონი დაუწია და შეგასწავლე. შენ თქვენ უმიფიქრებთ ხოლმე. თქვენო ღირსება ძალიან დიდი. მოწმე პოლიციელის თქმით, ის ნიკა კაციას სახლის გასაჩხრეკად თანამშრომლებთან ერთად წავიდა, თუმცა საცხოვრებელში არ შესულან, რადგან გასაღები დაზიანდა. როგორც ემილ კუპრავამ თქვა, უკან წამსვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მისივე განმარტებით იმ დროის განმავლობაში, რასაც ისინი კარის გაღებაზე დახარჯავდნენ, შიგნით მყოფი პიროვნებისგან მტკიცებულების განადგურების შესაძლებლობა არსებობდა. სახში ქალბატონი წანდებოდა, კარის გაღება ვერ მოხერხდა, ამიტომ კარის დაზიანება დაახლოებით რამოდენიმე საათი, 20 წუთი, 30 წუთი გავიდა ამ საუბარში და ამ კარის გაღებაში. ვერ მოხერხდა შიგნით შესვლა და კარის გაღებასაც დაჭირდებოდა დაახლოებით 1 საათი. ანუ სახში არსებული ნივთკიცება იქნებოდა განადგურებული და აზრს დაკარგავდა ბინი ჩხრეკა. პოლიციელი მიხვედი, კარის გაღებაც გასაგები ჩაგიქრა. ამ დროს ადამიანი იმყოფება სახში დედა. თქვენ არ ცნობთ რომ მისი შვილი დაკავებულია, გამოძიებაა დაწყებული და ისე გამობრუნდა რომ სამაშორო სამსახური ვერ გამოიძახეთ, ხო? არ გამოგვიძახე. სულად რომ გამხდარიყო, შეაღწევდა ვინმე ამ პროტესტი პატარამოსამართლე, სულად რომ გამხდარიყო. მოადებულება პოლიციელის ფოტოშოპის. მოწმე, იქნება უშუალოდ იმ საგამოძიებო მოგდების. გასაგებია, მისი მოადებულება. საგამოძიებო სამსახური არ გამოვიძახეთ, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა, განადგურებული იქნებოდა ნივთკიცება და ზედმეტად არ დავაზიანეთ კარი. ნიკოლოზ კაციას დედის ჯანმრთელობა მდგომარეობა. ქალბატონს ვესაუბრეთ, საუბრობდა კარგად. მას არ გამომარტავს, არ უთქვია რომ ცუდად ვარ ან რაღაცა ვარ, მსგავსი მისი მხრიდან არ ყოფილა, ის საუბრობდა ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად, არანაირი მისი მხრიდან ან ცუდად ვარ, ან სასწრაფო გამომიზახეთ, რამე მჭირს, არ ყოფილა. ბოლო წუთამდე დავემშვიდობე და ესე წამოვედი. ადვოკატის შეფასებით, პოლიციელების გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა მტკიცებულებები განადგურებულიყო და სახლის ჩხრეკა, ამიტომ არ განხორციელდა რელევანტური და სამართლებრივად დასაბუთებული არ არის.
მან განმარტა, რომ ვინაიდან უკვე პიროვნება იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, შესაძლოა მას გაენადგურებინა, ანუ ნიკოლოზ კაციას დედას უნდა გაენადგურებინა შესაძლო ვარიანტით, ასე ვთქვათ, მტკიცებულება, თუმცა არ იყვნენ, რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ამაში და ვარაუდის დონეზე გამოთქვეს და თავისთავად ის მიღებული გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა გაენადგურებინა და იმიტომ აღარ შევედით, არ არის რელევანტური და რა თქმა უნდა სამართლებრივად პირველ რიგში დასაბუთებული. აქედან გამომდინარე, პოლიციის განმარტება ემსახურებოდა მხოლოდ ტყუილის გადაფარვას და შესაბამისად განმარტება, რომელიც მან გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით, არ არის კვალიფიციურად დასაბუთებული. პროცესის დაწყებამდე დარბაზში შესულმა ნიკა კაციამ მხარდამჭერებს თხოვა, რომ არ ეხმაურათ, რადგან პროცესის დახურვის საფრთხე არსებობდა. ის სასამართლოში მედიის საქმიანობის შემზღუდავი კანონის დაინიცირებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად სიმართლის ეშინია. შეეცადეთ რომ არ ეხმაუროთ, იმიტომ რომ შეგვეუბნებიან დაბრუნებულად. გაჩერდება იმასაც არის სახეზე, ეს არის კოდსების მექვიერი და შესაძლოა ეს არის ბოლო პროცესი, რომელსაც აშუქებს ლედი, იმიტომ რომ რეჟიმი აპირებს აკრძალოს ვიდეო გადაღება. ფაქტია, მონების მბრძანებელს სუპენტერებს და ხოსათუილებს ეშინიათ სიმართლის, ეს არის ფაქტი და არაუშავს ცოტა დააგვიანებთ, იმიტომ რომ სიმართლე უფრო თელმა მსოფლიო მიცის, მაგრამ არაუშავს დაახვდეთ, როცა თქვენ სამართლიანად გაგასამართლებით, ჩვენ მოგითხოვთ, რომ ისევ დაუშვან მედია და მედია ისევ გადაიღოს პროცესები. პროევროპული აქციების მონაწილე ნიკოლოზ კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ელოდება. კაცია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს.